წულუკიანის მამის შესახებ ვიკიპედიაში ინფორმაცია აღარ იძებნება. ავთანდილ წულუკიანი მოსამართლე, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი 20 სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი. თავდაპირველად ვებგვერდზე მოსამართლის ბიოგრაფიიდან ეს ნაწილი ამოიშალა. წულუკიანმა ინგა გრიგოლიას გადაცემას უყურა ეთყობა და დღეს დილაუთენია მიმართა ვიკიპედიიდან წაშალონ მამამისზე ცნობა, რომ 20 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. ტელეწამყვანს წულუკიანი Facebook-ზე ამ სიის გამოქვეყნებისთვის უჩივის. ათეულობით მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფიქტიურ პოზიციებზე დასაქმებულებისთვის. ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ მესტიაში სტადიონის 153 დამლაგებელი და აუზის 170 გამწვენდია გაფორმებული. სახელმწიფო პროგრამებზე გამოყოფილი თანხა წესით სოციალურად დაუცველთა დასაქმებას უნდა ემსახურებოდეს. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით 2022-24 წლებში პროგრამის ბიუჯეტმა 239 მილიონს გადააჭარბა. მე არ გამოვრიცხავ, რომ იქ გახარიას გარდა კიდევ სხვა პირების პასუხისმგებლობაც დადგეს, ამბობს წულუკიანის კომისიის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებულ საქმეზე. იმ პერიოდში, რომლითაც გამოძიებაა დაინტერესებული შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია, სუსის უფროსი კი ვახტანგ გომელაური.